იმისათვის რომ ადამიანმა ირწმუნოს, აუცილებელი არის მონანიება, სინანული, ცოდვათა შენანა. ადამიანმა იმისათვის რომ განიწმინდოს საკუთარი თავი, განიწმინდოს იმისათვის რომ მან ირწმუნოს, აუცილებლად უნდა მოინანიოს საკუთარი ცოდვები, რაც იცის. იმისათვის რომ დაიჯეროს ის რაც არ იცის, აუცილებლად უნდა გააკეთოს ის რაც იცის და ყველა ადამიანმა ძალიან კარგად იცის რა ცოდვებია ჩადენილი. აი ეს ცოდვები უნდა მოინანიო. და წმინდა მამები ამბობენ ესეთი არაჩვეულებრივი შედარება რწმენა და სინანული რა კავშირში არის ერთმანეთთან. აი ჩვენ შევხედოთ ხეს ზამთარში. აი ხეები გარშემო. ნუ სხვადასხვანაირი ხეებია, სხვადასხვა ჯიშის ხეებია, მაგრამ ზამთარში ხე არის, ნუ რა ვთქვათ, გეგონება რომ გამხმარია. და როგორც კი მასში გაზაფხულს დაიწყებს წვენი მოძრაობას, იმ წუთშივე ეს ხე შეიცვლება. ეს ხე თითქოს გაფქვიერდება, ყვავილებს თუ ფოთლებს გამოიღებს, აყვავდება და ჩვენს თვალწინ არის მერე ზაფხულში უკვე აყვავებული ხე. სხვადასხვანაირი, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ჯიშის ხე სხვადასხვანაირად გამოხატავს ამას, მაგრამ ყველას აქვს ეს, რომ როგორც კი მასში იწყებს წვენი მოძრაობას, ხე ცოცხლდება. ხე ცოცხლდება და ესე არის ადამიანის რწმენა. აი რწმენა ცოცხლდება თუ მასში ადამიანში არის სინანული. აი ესე როგორც გაზაფხულის თუ ხის წვენის მოძრაობა აცოცხლებს ხეს, ესე აცოცხლებს რწმენას სინანული. ამიტომ პირველი მთავარი მოწოდება იოანე ნათლისმცემლის და შემდეგ უფალმა რითი დაიწყო თავის გადაგება. შეინანეთ რამე თუ მოახლოვებულ არს სასუფეველი ცათა. დაიჯერეთ რომ მოახლოვებულია და იმისათვის რომ დაიჯეროთ თქვენ უნდა შეინანეთ. აი ესე იწყება იესო ქრისტეს გადაგება. ეს არის მთავარი დღეს განსაკუთრებით დღევანდელ დღეს ნათლისღების წინა კვირას ჩვენ რა ვიფიქროთ იმაზე რომ უნდა შევინანოთ. უნდა შევინანოთ რომ დავიჯეროთ, იმიტომ რომ ნათლისღების დღესასწაული რომელსაც უმალე აღნიშნავთ, ეს არის მისი სრული სახელი არის ღვთის განცხადების დღესასწაულია. ღმერთი რა მოხდა ამ დღეს? იესო ქრისტე მოინათლა. რას ნიშნავს? რა უნდა ჭირდებოდა იესო ქრისტეს? სინამდვილეში მთავარი ამ დღეს არის ღვთის განცხადება, განცხადდა. იესო ქრისტე განცხადდა. და აი ჩვენ რომ დავიჯეროთ ეს, ამისათვის უნდა შევინანოთ, მოვინანიოთ საკუთარი ცოდვები, რისი ნიჭი და მადლიც მოგვანიჭოს ღმერთმა. უფალმა დაგვოცოთ ჩვენთან არს ღმერთი.